ასათიანზე არსებული ფსიქიატრიული საავადმყოფოს ნაცვლად კი წელს თბილისში 4 ახალი დაწესებულება აშენდება. საავადმყოფოები როგორც კრიზისულ, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს მოემსახურება. ფსიქიატრიული კლინიკების გახსნა რეგიონებშიც იგეგმება, იწყება მეტპერსონალის გადამზადებაც. დეტალებით ანით ამაზეშვილი. ეს ასათიანის ქუჩაზე არსებული ფსიქიატრიული დაწესებულებაა, სადაც ამ დროისთვის 250 პაციენტი მკურნალობს. მათი რიცხვი ყოველდღიურად იცვლება, პაციენტების ნაწილს დროებითი მკურნალობა, ნაწილს კი ქრონიკული დაკვირვება ესაჭიროება. ამ დროისთვის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყველა ტიპის პაციენტს ერთად მკურნალობენ, თუმცა ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში წლის ბოლოსთვის ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. მიმდინარე წელს ასათიანის ქუჩაზე არსებული ფსიქიატრიული საავადმყოფოს ნაცვლად თბილისში 4 ახალი საავადმყოფო აშენდება, რომელიც როგორც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფებს, ასევე ქრონიკულ პაციენტებსაც მოემსახურება. პაციენტმა მიუხედავად იმისა, საცხოვრობს და როგორ ცხოვრობს, არის ქალაქის მაცხოვრებელი თუ რეგიონის მაცხოვრებელი, უნდა მიიღოს შესაბამისი ერთნაირი დონის სერვისი, ანუ პროფესიონალიზმი. თბილისის გარდა ფსიქიატრიული საავადმყოფოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ამოქმედდება. როგორც ექიმები ყვებიან პაციენტების სიშორის გამო საკუთარ ახლობლებს თვეების განმავლობაში ვერ ნახულობენ, რაც მათზე უარყოფითად მოქმედებს. უჭირთ ეკონომიკური მდგომარეობის გამო ახლობლებს მათი ხშირი მონახულება ძალიან განიცდიან, რომ ხანდახან თვეების განმავლობაში ვერ ნახულობენ ოჯახის წევრებს, შვილებს და ოჯახის წევრებიც განიცდიან ამას, რომ თვეების განმავლობაში ვერ უწევთ თავიანთ პაციენტთან ურთიერთობა. უნდა გაუმჯობესდეს ასევე პაციენტის პირობები. ახალ შენობაში მათთვის ყველა ის გარემო უნდა შეიქმნას, რომელიც მათი რეაბილიტაციისთვის არის აუცილებელი. ბოლო რამდენიმე წელია სახალხო დამცველის ანგარიშებში მუდამ ფიგურირებს საკმაოდ სერიოზული კრიტიკა ფსიქიატრიული მომსახურების ზოგადად დონეზე, რომელიც არსებობს ქვეყანაში და კონკრეტული რეკომენდაციები იყო გაცემული სახალხო დამცველის მიერ, რომლებიც უკავშირდებოდა სწორედ რეფორმის დაწყებას და მთლიანად მიდგომის შეცვლას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი დაიძრა. ჯანდაცვის სამინისტრომ და გლობალურმა ინიციატივამ ფსიქიატრიაში დღეს თანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს პროფესიული კადრების მომზადება გადამზადებასაც გულისხმობს. ეს არის მიმდინარე რეფორმის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს სხვა დანარჩენ ცვლილებებთან ერთად ადამიანური რესურსების განვითარებას, ექიმების, ექთნების და სხვა დამხმარე სპეციალისტების გადამზადებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჰოლანდიური გამოცდილება, ევროპული გამოცდილება დაგვეხმარება სწორედ ამ ამოცანების მიღწევაში. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ და გადავამზადოთ სამედიცინო პერსონალი. ეს გათვლილია თერაპევტებზე, რომლებიც ამ ახალ სფეროში იმუშავებენ. მათ სჭირდებათ გარკვეული ცოდნა, რათა შესაბამისი დახმარება გაუწიონ პაციენტებს. ასათიანის ქუჩაზე არსებული ფსიქიატრიული დაწესებულება ქავთარაძის ქუჩაზე ამშენებარე კორპუსში გადავა, რომელიც როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ პაციენტებსაც მიიღებს. მწვავე პაციენტებისთვის განკუთვნილი საავადმყოფოს მშენებლობა ასევე დაწყებულია ხუდუშაურის კლინიკის ბაზაზე, თემქასა და 31 ქარხნის ტერიტორიაზე. მშენებლობის დასრულება 2011 წლის ბოლომდე იგეგმება.